რაც შეეხება ამ ჩვენი წოდვიცავსეებს აქ რო ყვანა ანუ რაღაცა მაგათ ტაქტიკაზე და სტრატეგიაზე ვაპარაკობ. სად აქვს ტაქტიკასა და აქვს ან სტრატეგია სად აქვს. ეგენი არიან დამოკიდებულები, სუფთა წმინდა წყლის ჩამოკიდებულები არიან ჩვენ ქვეყანაში ევრო ელჩები ვინც არიან ახლა დარჩენილები. ამერიკის ელჩი გაჩერებულია, რა თქმა უნდა, პირველი რევოლუციონერი მაგი იყო, ეგ იყო სათავეში. დღესაც შეიძლება საცეცეებით, მაგრამ აშკარად მიყენებულია. ფაქტია, რომ სანამ რაღაცა არ გაირკვევა და მისი ქვეყნიდან არ წამოვა, თქვათ, მითითება როგორ უნდა მოიქცეს, მაინც დარწმუნებულია, რომ მაინც რაღაცებს აკეთებს, მაგრამ ეს არის ფარულად. ესენი არიან დამოკიდებულები ელჩებზე, რომლებმაც ჩვენ ქვეყანაში გარკვეული დროის პერიოდში როგორ არის თავისი გავლენები დაამკვიდრეს, ანუ ისინი ფაქტიურად ეს ჩვენი NGO-ები მიბმულები არიან მათზე. ხო წარმოგიდგენიათ, ანუ რა დონეზე კაი ბიჭი იყო ვინმე და ზედმეტად ხმა გაეცა, ხმა ეწია, ის არ იყო, რა დამთავრებული არ აქვს რაღაცა, მოდი სიტყვიერი შეურაცხყოფა დავარქვათ, რომ გერმანიის ელჩი უნდა გამოსულიყო, ან რაღაცა ევროკავშირის ელჩი და ასე შემდეგ. ანუ ამათი საფარის ქვეშ არიან და რასაც ეუბნებიან, ზუსტად იმას აკეთებენ. არავინ არ თქვას, რომ ეხა ესენი ვაიმე ან ესე უნდა მოიქცეს ზიან, ან ისე რა უნდა მოიქცნენ. ფულს თუ ეხა დარჩა ხარჯები ევროკავშირი აფინანსებს, ხო? ამერიკიდან ფაქტიურად ჩაიხსნა. ევროკავშირი აფინანსებს, მიცემენ ფულს, აქტივობებს გააგრძელებენ. არ მიცემენ და დაგვემშვიდობებიან რაღაცას მოიფიქრებენ ალბათ და დამთავრდება მაგითი და ეს როდის დამთავრდება? დამთავრდება, რა თქმა უნდა, ბევრი დრო არ ჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ უყურეთ ჯერჯერობით აქვს რესურსი იმ ევროკავშირში იმისათვის, რომ საქართველოში იქნება მაქსიმალურად გამოკაჩონ რაღაცა შედეგი მიიღონ. ახლა რევოლუციასო ვეღარ მოახდენენ, ეგ ფაქტია, თვითონაც იციან, მაგრამ უყურე რას ურტყავენ და სად ურტყავენ. აგერ რა იყო, როგორ შეიძლება ახლა არ ვთქვათ, 2 დღის წინ მიღებულ რეზოლუციაზე ევროპარლამენტმა რომ მიიღო, ხო? ეს იყო საქართველოში დაწერილი და შედგენილი, რასაც უყურებთ ხოლმე, ხო? ანუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაასანქცირეთო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტიო, ხო? ტელეკომპანიის თქვათ ხელმძღვანელები, იმიტომ რომ ეთერს არ გვაძლევენ, კერძო ტელეკომპანიის ხელმძღვანელი, იმიტომ რომ დაასანქცირო, რომ არ მინდა და პროპაგანდის მანქანა არ გეძახი, თქვათ, ხო? ეხლა უყურე სადმინდის თავარი, იმათ არიციან იმ 400-მა გამოშტერებულმა ევროპარლამენტარმა, რომ არაფერს არ შეცვლის, თქვათ, ხელისუფლება არც სააკაშვილის სხვათა შორის სანამ მიიღებდნენ მაგ რეზოლუციას გითხარი რომ ბოლოში აუცილებლად ჩაწერენ მეთქი ჩარჩენილია ეგ პუნქტი სააკაშვილს აუცილებლად ჩაწერენ მეთქი არა რაღაც დროს სააკაშვილის ჩაწერაო არა პრინციპში აღარავინ აღარ იჯერებდა მაგრამ ფაქტია რომ ეს უნდა ჩაწერონ ანუ თვითონაც იციან რომ აზრი არ აქვს და იმდენად დარწმუნებულები არიან რომ აზრი არ აქვს რომ ბოლოში იცი რა მიაწერეს სააკაშვილის გამოშვება ეს როგორ თუ არა და ჩვენ მოგვეცით საშუალება რომ ისა გქონდეს ურთიერთობა რო გქონდეს ნუ წარმოიდგინეთ რეებია ეხლა რატო აკეთებენ ამ ყველაფერს რა ეს დაასანქცირე ის დაასანქცირე აგერ დაინახეს რომ ცოტა ხნის წინ 6 მილიარდიანი ინვესტიცია მოიჯდა ხელისუფლებამ ანუ ვიღაცეები რო დააფრთხონ მეტის რესურსი არ აქვს აი ჩხავანა კატარო დაიჭირო და აი სადღაც იქნება რომელიმე თაგვს შეეშინდეს ფულის ჩადება შეეშინდეს ხო იქნება ვინმე შეაშინონ აგე ევროპარლამენტი გამოდის ეს ყველაფერი არის გამიზნული ხალხოთორე ამის წინა რეზოლუცია იყო გაცილებით ამაზე 10 მილიონჯერ უარესი რაც იქ ჩაგვიწერეს იქ ჩაგვიწერეს რომ რუსებს უნდა დაუწესოთ სანქციებიო პირდაპირი მოთხოვნა იყო სადაც პირდაპირ გვეუბნებოდნენ რომ ქვეყანა უნდა ჩამოიქციოთ თავზე ამას ომი მოყვება თუ რა მოყვება, ნუ ეგ უკვე სხვა ხარისხი იყო, რა თქმა უნდა, მათი ოცნება იყო, მაგრამ მინიმუმ ამას რომ დაგიწერენ. ეხლა უყურებ თავარი რა არის. არც ერთი რეზოლუცია იმათი შედგენილი არ არის. ყველა რეზოლუცია არის ამათი შედგენილი. და ამას თავი დავანებოთ ეხლა ეს იმასთან შედარებით არაფერი არ არის, რაც ეხლა ჩაწერეს. ხო დიდი სისულელეები წერია ამ დასანქცირებებზე და რა ვიცი, აი ხო შეიძლება აგაშფოთოს, რაც აქ გვიწერია, ხო? ეს არის კომენტარიც არ უნდა გააკეთო, ისეთი საშინელებები ჩაგვიწერეს. მაგრამ ეხლა თავარი რა არის? წინა რეზოლუციას ამათმა შეადგინეს ჩვენებმა და რა თქმა უნდა აქ ისინი იყვნენ რა ქვია. ჩვენებმა რა? ქართველებმა, ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ, ხო მეხუთე კოლონამ და ჩაწერეს იქ რომ სანქციები უნდა დაუწესოთ რუსეთს. ხო წარმოგიდგენიათ ხალხო, ესენი ვინ არიან? ლელოს ვაფშე ანუ ეს ხალხი
ეს ხალხი ფარულად აქამდე ფარულად დღეს უკვე ღიად გამოდიან და პირდაპირ საქართველოს უბიძგებენ იქითკენ რომ როგორმე ქვეყანა დაიქცეს.